ჩვენთან არის ღმერთი. გულითადად მოგილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს წმინდა დიდმოწამე ბარბარესი და წმინდა ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე დამასკელისა მერვე საუკუნეში ცხოვრებისა. თქვენ მოგეხსენებათ წმინდა ბარბარეს ცხოვრება აღწერილია იგი ჩვენამდე მოღწეულია მისი ცხოვრება და იცით თქვენ რომ პირველი რაც იყო მისთვის დამაფიქრებელი განსხვავებით სხვა ადამიანთაგან რომელიც დღეს შეიძლება შეხვდეს და არანაირ გაკვირვებას არ იწვევს მათში იგულისხმება სამყარო ჩვენი მრავალფეროვნება სამყაროსი ადამიანები ხშირად ამბობენ რომ ეს ყოველივე თავისთავად შეიქმნა. კარგი, შეიძლება ერთუჯრედიანი და ხუთუჯრედიანი შეიქმნას დავუშვათ, მაგრამ ისეთი რთული მექანიზმი, როგორიც არის ადამიანის გონება, ეს შეუძლებელია შეიქმნას იმის მიხედვით, რასაც ლაპარაკობენ ადამიანები. ღმერთის უარყოფის გამო ლაპარაკობენ ესენი, ამ ყოველივეს. მაგრამ კაცი გონიერი როგორიც იყო ამ შემთხვევაში ადამიანი გონიერი წმინდა ბარბარე სწორედ აქედან მივიდა ჭეშმარიტ რელიგიურობამდე მან რომ იხილა ეს მრავალფეროვნება სამყაროსი და შეადარა მამის რწმენა დიოსკორესი რომელიც ლაპარაკობდა რომ თითქოს უსულო კერპებმა შექმნეს ყველაფერი მისთვის ეს გაოცებას იწვევდა და კითხვებს ბადებდა, რომ როგორ შეიძლება თავად ამ ქმნილებამ კერპმა შექმნას ის მრავალფეროვნება, რასაც მე ვხედავ. შეუძლებელია მისთვის ეს ყოველივე და აქედან გამომდინარე, აი ამ კითხვებს რო სვამდა ადამიანი ალბათ საკუთარი თავის წინაშე, შემდგომ გამოუჩნდა ქრისტიანი ხალხი, რომელმაც აუხსნეს წუთისოფლის დაბადების შესახებ თუ როგორ იყო ეს ყოველივე და შედეგად მოიქცა ქრისტიანობაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო მამამისისთვის, რომელიც იყო გაკერპებული თავის წარმართულ რელიგიურობაში და მრავალი ტანჯვის შემდგომ, სასირცხვილო ტანჯვის შემდგომ, შიშველს დაატარებდა ქუჩაში ამ ულამაზეს ქალწულს. აი პირდაპირ რთული ამაზე ისაუბრო ადამიანმა თუ როგორ შეიძლება საკუთარმა მამამ უცხო კაცი არ გააკეთებდა ამას და საკუთარმა მამამ გაკერპებულმა გაშმაგებულმა კაცმა ესეთი რამე გაუკეთა თავის ულამაზეს ქალიშვილს და ბოლოს თავი მოკვეთა. შემდგომში კი დაისაჯა ღვთისგან იგი, მაგრამ ესე წყარდგა ღვთის წინაშე ეს ულამაზესი, ხორციელებით ულამაზესი და სულით ულამაზესი ადამიანი. ამიტომაც ჩვენ დღეს განსაკუთრებით, განსაკუთრებულად ვიხსენებთ ამ ადამიანის ღვაწლს და მის მარტვილობას და შეწირულობას ვითარცა კრავი ღვთისა ღვთის წინაშე. ეს რაც შეეხება წმინდა ბარბარეს ხსენებას, მაგრამ დღევანდელ დღეს, როგორც მოგახსენეთ, ასევე არის უდიდესი. შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი სვეტი მართლმადიდებლობისა, თუ კი ვინმეს საეკლესიო ისტორიაში ეწოდება სვეტი მართლმადიდებლობისა, სხვა მამათა შორის გულისხმობთ რომელ მამეს, ბასილი დიდს, რომლის ხსენება 14 იანვარს არის, ანუ 1 იანვარს, იმიტომ რომ გარდაიცვალა იგი 1 იანვარს 49 წლის ასაკში და დიდი ეწოდა, როგორი ესე იგი ღვაწლი უნდა ქონოდა ამ კაცს. ხშირად ადამიანებს გონიათ, რომ ბასილი დიდი იყო რაღაცა აბრაამის ტოლი და ბრძენთა ბრძენი ამიტომ იყო და 100 წლის იყო და სინამდვილეში 50 წლისაც არ იყო იგი. 49 წლის ასაკში გარდაიცვალა, სუსტი ჯანმრთელობით იყო, როგორც გვეუბნებიან ჩვენ მასთან დაკავშირებული წყაროები და ამ კაცმა
49 წლის კაცმა იმდენი შექმნა მეოთხე საუკუნეში ბასილზეა საუბარი, რომ მეღასი ეწოდა, ანუ დიდი, ბასილი დიდი. თუ კი შეიძლება ვინმეს ეწოდებოდეს ეკლესიაში დიდი, ერთ-ერთი ბასილი დიდია. აი ამ რიგში დგას წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, ამ რიგში დგას წმინდა იოანე ოქროპირი, ამ რიგში დგას წმინდა გრიგოლ პალამა და მათ შორის ესეთი დიდები ჩვენ არ აგვყავს, ბევრი არ აგვყავს. ყველა მნიშვნელოვანი მოძღვარია, ძალიან ისეთი კარგები, მაგრამ რასაც გენიოსობა ეწოდება, სულიერი და ინტელექტუალური გაგებით, ესეთი ხალხი ჩვენ ბევრი არ აგვყავს. აი მათ შორის, აი ამ რიგში დგას წმინდა იოანე დამასკელი, მერვე საუკუნის მოძღვარი და მისი შრომები ზოგადად ჩვენამდე ღმერთისწყალობით არის მოღწეული. არ არის ადვილი წასაკითხი. შეიძლება პირდაპირ ესე ითქვას. რთული წასაკითხია, მომზადება ჭირდება ერთგვარი, რომ გაიგო თუ რაზე წერს ეს ადამიანი, რომელსაც ჩვენ მეტნაკლებად შევეცდები დღეს ავხსნათ, მაგრამ გარდა იმ თხზულებებისა, რაც არის ფილოსოფიურ საღვთისმეტყველო ჟანრის, გარდა ამისა მას ეკუთვნის საგალობლები, რომლებიც ოქტოიხოში შედის, ანუ 8 ხმათაში, რომელსაც ყოველ შაბათს საღამოს ვკითხულობთ სისკარზე ჩვენ. და მრავალი ასეთი ხატთა შესახებ, მაგალითად სამი სიტყვა, ეფრემ სირისეული თარგმანია და სხვა. მაგრამ ძალიან ბევრი ახლა საუბარი რო არ მოგვიხდეს და არ გადავტვირთოთ ჩვენი გონებები, მაინც ძალიან ისე ლაკონურად მოგახსენებთ დამასკელის შესახებ და მის ღვაწლთან შესახებ თხრობას. ეს ადამიანი, როგორც მოგახსენეთ, მოღვაწეობდა მერვე საუკუნის პირველ ნახევარში. დამასკოში მოღვაწეობდა და თუ კი დამასკელთან დაკავშირებით ჩვენ საუბრობთ, რა ნაწარმოებია ისეთი წერილობითი, რომელიც დამასკელს უიგივდება. ესე იგი, დამასკელზე როცა არის საუბარი, რა არის ისეთი თხზულება მისი, რომელიც უიგივდება მის სახელს. აი მაგალითად, როცა ილია ჭავჭავაძეზე საუბრობთ, ილია ჭავჭავაძეს უიგივდება და მასთან ორგანულად სისხლხორცებულია ოთარანთქვრივი ან კაცი ადამიანი. შეუძლებელია ილია იცოდე და ეს საკითხული არ ქონდეს. ბევრი შეიძლება საკითხული ქონდეს, ილია ამით არ შემოიფარგლება, რა თქმა უნდა. უმნიშვნელოვანესი ილიას პუბლიცისტიკაა ძალიან მნიშვნელოვანი, უაღრესად მნიშვნელოვანი. მაგრამ ხშირად ქართველმა კაცმა ეს არ იცის, მაგრამ ოთარანთქვრივი იცის, ყველა ქართველმა იცის ეს. ანუ ილიასთან გაიგივებული არის რაღაცა თხზულებები, როცა იტყვი უკვე ილიასთან დაკავშირებით გადადიხარ აზრობრივად. აი, რომელი ნაშრომია ისეთი, რომელიც ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ უიგივდება დამასკელისეულ მოღვაწეობას, დამასკელს ზოგადად. ეს არის ზოგადი სახელწოდები ცნობილი წყარო ცოდნისა, აი ესე ეწოდება. ზოგადი სახელი, წიგნს კი არ ქვია, ზოგადად სამ წიგნets ქვია ტრილოგიას, ქვია წყარო ცოდნისა. პიღი ღნოსეოს ბერძნულში ესია. მაგრამ ეს ზოგადი დასახელება, რომელიც მოგახსენეთ, არის ზოგადი მხოლოდ და მხოლოდ. და ამ ზოგად დასახელებაში შედის სამი ნაწარმოები, რომელიც ურთიერთ დამოუკიდებელია. პირველ ნაწარმოებს ეწოდება დიალექტიკა, ანუ საფილოსოფოსნო თავნი. სხვათა შორის, ეს საფილოსოფოსნო თავნი ურთულესი ტექსტი. ორ გზის არის თარგმანი გაკეთებული ქართულად. ეფრემისეული და არსენისეული, მე-11-მე-12 საუკუნეში შესრულებული, რომელსაც ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. მეორე თხზულება ამ ნაწარმოებში არის ერესების წინააღმდეგ. 100 წვალებლობა, რომელსაც განაქიქებს, რომელსაც ჯერ წარმოაჩენს და შემდგომ უარყოფს წმინდა დამასკელი. და მესამე ნაშრომი, რომელიც არის გვირგვინი 8 საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული სწავლებისა ეკლესიის სიახში,
რომელსაც ეწოდება მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ შეიძლება ითქვას, თუ კი რომელიმე ადამიანს ღვთისმეტყველებაზე რამე პრეტენზია გააჩნია და არ აქვს დამუშავებული, წაკითხული კია, წაკითხვა არ უშველის ამას. დამუშავებული თუ არა აქვს ეს ბოლო ნაწარმოები, ანუ ეს ტრილოგიის მესამე ნაწილი. ის ზოგადად წარმოდგენაზე არ არის ღვთისმეტყველების. შეიძლება პირდაპირ ვთქვათ ეს და რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ ჩვენი სტუდენტები აკადემიაში მთელი წლის განმავლობაში ერთი თვე და ორი თვე და ორი კვირა კი არა, მთელი წლის განმავლობაში სწავლობენ მხოლოდ და მხოლოდ ამ ტრილოგიის მესამე ნაწილს, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა, 100 თავისაგან შედგება. ეს არის ურთულესი ტექსტი. კიდევ ერთხელ, თუ რაღაც ადამიანს არ აქვს საფუძველი, ძალიან რთულად თუ გაიგებს. მაგრამ თუ ვერ იგებს ამას, პრეტენზია არ უნდა ქონდეს ღვთისმეტყველების ცოდნაზე. და მომავალი სამღვდელო პირები, რომლებიც იზრდებიან ჩვენს ყოფაში, ჩვენს საქართველოს ეკლესიისთვის, აუცილებლად გადიან ამ თხზულებას. იმიტომ რომ თუ ესე არ აზროვნებ, როგორც დამასკელმა გითხრა, იმიტომ დოგმატური ხასიათის ძეგლია ეს. მაშინ შენ წარმოდგენაზე არ ახარ რა არის ეკლესიურობა. ასე რომ შესაბამისად, ესე იგი, აქედან გამომდინარე, ეს თხზულება ოდითგანვე ქართველებისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პირველად ის თარგმნა ეფრემ მცირემ. მეორე გზის თარგმანი უზედმიწევნითესი ასევე არის ბერძნულიდან შესრულებული არსენ ისეული, არსენ იყალთოელმა შეასრულა მეორე გზისი თარგმანი. აი მესამე გზისი თარგმანი ეს ორის გარდა არის 21 საუკუნეში შესრულებული ჩვენი უდიდესი პროფესორის ბატონი ედიშერ ჭელიძის მიერ ძველი ბერძნულიდან. ეს არის ურთულესი ჯერ ტექსტი, რა თქმა უნდა და წარმოიდგინეთ ძველი ბერძნულიდან რო თარგმნის კაცი რამდენად კარგად უნდა წდებოდეს ჯერ ღვთისმეტყველებას და შემდგომ ფილოლოგიაში როგორი წარმატებული უნდა იყოს, რომ არანაირი სიტყვა არ დაიკარგოს. რომ ამას ფილოლოგია მარტო ილია ჭავჭავაძე წავიკითხე და წერეთელი ვიციო და ვთარგმნი დამასკელს, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ამას სჭირდება ისეთი გონება, როგორი გონებაც ჰქონდა ექვთიმე ათონელს. ისეთი გონება, როგორიც ჰქონდა გიორგი მთაწმინდელს, ეფრემ მცირეს, არსენ იყალთოელს, პეტრიც. ასეთი გონება თუ თარგმნის ამას, დანარჩენი ვერ შებედავს უბრალოდ, იმიტომ რომ ვერ გაიგებს, როგორი დიდი ფილოლოგიც არ უნდა იყოს იგი. აი გარდა ამ სამი თარგმანისა, ეს ორი ძველი ქართული, თანამედროვე ქართული არის აი ახლა შესრულებული, სხვათა შორის ახლა კიდევ ხელმეორედ გამოდის პუბლიკაცია ამ თხზულებისა და გარდა ამ სამისა, მე-10 საუკუნეში ასევე შესრულებულია ექვთიმესეული თარგმანი დამასკელისა. ოღონდ არა თარგმანი ამას უფრო ეწოდება დამოუკიდებელი ნაშრომი ვიდრე თარგმანი, იმიტომ რომ ექვთიმე ათონელმა დამასკელზე დაყრდნობით შექმნა თავისებური ვარიაცია და დაარქვა ამას წინამძღვარი. თუ კი მართლმადიდებლური სარწმუნოების გარდმოცემა ეწოდება დამასკელის რედაქციაში, ექვთიმემ შეამოკლა 100 თავიდან, შეამოკლა 15 შექმნა და დაარქვა წინამძღვარი. ანუ იმდენად მნიშვნელოვანი თვითონ სიტყვაც იმდენად მნიშვნელოვანია თვითონ დასახელება თურმე ამ ნაშრომისა, რომ წინ უნდა წაგიყვანოს, ამის გარეშე ვერსად ვერ წახვალ. აი ეს არის ჩადებული, შეიძლება ითქვას, ექვთიმესეულ ვარიანტში დამასკელისეული თავებისა. ეს რაც შეეხება ზოგადად ეს ძალიან დიდი საკითხებია, ახლა თქვენ ხვდებით, რომ ამით ვერ შემოიფარგლება ძალიან ბევრი თარგმანები, ყველა მნიშვნელოვანი, მაგრამ ნაკლებად არის საინტერესოს მრევლისთვის და გასაგებია ეს ყველაფერი ჩემთვის.
ეხლა რო შევეხოთ იოანე დამასკელს როგორც სულიერ კაცს და როგორც უდიდეს ინტელექტს თავისი პერიოდისა. ყველაფერს ვერ შევეხებით, რა თქმა უნდა, ყველაფერს კი არა. გარდამოცემის ერთ თავსაც ვერ შევეხებით. 100 თავი ხო არის, რომელიც ერთ თავსაც ვერ იმდენად მრავლის მეტყველია და რთული ამავე დროს, რომ ამას ჭირდება ლექციათა კურსი, 1 წელი. და ერთ წელიწადში გავდივართ ნელ-ნელა თანდათანობით იმას, რასაც წინამძღვარი, ესე იგი წინ მიძღოლა რო ჭირდება აუცილებლად ადამიანი. ეხლა რა ხდება, როგორც ღვთისმეტყველებაში და როგორც სულიერ, ესე ვთქვათ, განვითარებაში იოანე დამასკელი როგორი სულიერების კაცია და როგორი ინტელექტი, ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის გენიოსი კაცი. და სად ვლინდება? ჩვენ ყველაფერს ვერ შევეხებით, როგორც მოგახსენეთ, მაგრამ არის აი წყაროცოდნისა რო ვახსენეთ. სანამ ამ ტრილოგიას დაიწყებს იოანე დამასკელი, აქვს წინა სიტყვაობა, ნახევარ გვერდიანი სულ კოზმა მაიუმელისადმი. ესე იგი ეპისკოპოსი მაიუმისა იყო ვინმე კოზმა, რომელმაც როგორც ჩანს ამ წინა სიტყვაობიდან სთხოვა დამასკელს, რომ შეედგინა ისეთი შრომა, რომელიც საეკლესიო დოგმატიკისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი. იოანე დამასკელი უბრალო ბერია და ეს ეუბნება, რომ მე არ შემიძლია ამის გაკეთება. უпроსორად მოდით ესე შევეხოთ, თვითონ როგორ ამბობს ამასთან დაკავშირებით. ამბობს ესე სიტყვებს. ესე ეპისკოპოსს მიმართავს წინა სიტყვაობაში და ამბობს, რომ მე როგორ შემიძლია შევბედო ისეთ შრომას და ნაშრომს, როცა თავად უგუნური ვარ კაცი. თქვენ მთხოვთ, რომ შევასრულო თქვენი თხოვნა. მე ვიცი, რომ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, მაგრამ რანაირად შემიძლია მე, როდესაც თავად უგუნური ვარ. და ესეთი მაგალითი მოაქვს. მოსე წინასწარმეტყველი, როდესაც ღმერთმა გამოირჩია, რატო გამოირჩია იგი? და როდის გამოირჩია იგი? გამოირჩია მაშინ, როდესაც იოთორის სიმამრის წყემსი ხდება იგი და 40 წლის განმავლობაში წყემსავს ამ ფარას თავისი სიმამრისას. ესე იგი, გასული აბსოლუტურად ადამიანთაგან მოშორებული, არის უდაბნოში და მხოლოდ საკუთარ თავს უმზერს. ესე იგი, უღრმავდება საკუთარ თავს. და თუ კი შემდგომ ეცხადება ღმერთი მოსეს, ესე იგი გაწმენდის შემდეგ, როდესაც მას განწმენდილი აქვს გონება, მანამდე არ ეცხადება ღმერთი. აი ამის შემდეგ ეცხადება მხოლოდ და მხოლოდ. აი თუ კი მაშინ ეცხადება და არა მანამდე, მე როგორ შემიძლია გაუწმენდელი გონებით შევუდგე იმას, რაც საერთოდ არ მესმის. მოსეს შემდგომში მაყლოვანში, როცა გამოეცხადება ღმერთი, ეუბნება, რომ უნდა გამოიყვანოს ებრაელები ეგვიპტის ტყვეობიდან. მაგრამ რას პასუხობს მოსე? ვაიმე, რა კარგიაო, ამას კი არ ამბობს. მოსე წუხს და რამენაირად ცდილობს, რომ განარიდოს საკუთარი თავი ამ ვალდებულებისაგან, ამ პასუხისმგებლობისაგან. და რას ეუბნება ღმერთს? ღმერთო, მე ენა ბრგვილი კაცი ვარ და ვინ მომისმენს მე? ესე იგი, ყველანაირად ცდილობს, რომ თავი აარიდოს იმ წინამძღვრობას, რაც ღმერთისთვის არის მნიშვნელოვანი, რათა გამოიყვანოს ეს რჩეული ხალხი ეგვიპტიდან. ყველანაირად ცდილობს. მაგრამ ღმერთმა, რა თქმა უნდა, იცის, რომ შეძლებს მოსე და ამიტომაც უშვებს, მაგრამ მოსეს არ უნდა ეს. აი როგორ შეიძლება მე, დამასკელი ამბობს, რომელიც მოსესთან შედარებაც კი არ შეიძლება ჩემი გონებისა და სულიერებისა, როგორ შეიძლება დავწერო ისეთი რამ, რაც არის სულიერი ტყვეობიდან გამომაყვანებელი ადამიანთა სულებისა. მაგრამ მაინც წერს. და რატო წერს? და ამბობს ესეთ რამეს, რომ
მაგრამ მე ვიცი მეორე მხრივ, რომ თქვენ რომ მეუბნებით, ამით მეზრახება თვითონ ქრისტე თქვენი პირით. ესე იგი, ქრისტეს ბრძანებას ვასრულებ მე, მაგრამ თუ ქრისტეს ბრძანებას არ შევასრულებ, ვიცი, რომ არ შეასრულა იგი ადამმა. ურჩობაში ჩავარდა იგი და დაცემაც გამოიწვია ამ ცოდვამ. ესე იგი, ურჩობამ ადამში გამოიწვია ის, რაც შემდგომში ამ პარტავნებაში და ამ ყველაფერში გადაიზარდა. აი ამისა მეშინია. იმიტომ რომ მისი სიტყვები ამ კოზმასი ეპისკოპოსისა არის მისთვის როგორც ქრისტეს სიტყვები, ისეთი კურთხევაა. და აი ამიტომ, ესე იგი, ეს არის სულიერი მდგომარეობის წარმომაჩინებელი წმინდა იოანე დამასკელის შემთხვევაში. სხვათა შორის ამავე მიზეზით, ამ მორჩილების მიზეზით წერს იოანე სინელი თავის კლემაქს. სხვაგვარად იგი არ დაწერდა და რისი თქმა მინდა ამ ყველაფერს. როდესაც ადამიანი ცდილობს ვიღაცას რაღაცა უკადაგოს, დღეს არიან ძალიან ბევრი მქადაგებლები. პოპულისტები უფრო მეტად ვიდრე მქადაგებლები. მე წარმოჩდე ოღონდ, ნახეთ რა ნიჭიერი ვარ. აი ამ მდგომარეობაში თუ არის ადამიანი, ეს ძალიან დიდი საცოდაობა. ეს არის დაცემის პირველი საფეხური. შეიძლება ძალიან ჭკვიანურს ლაპარაკობდი ადამიანი. მაგრამ თუ პოპულისტობით ხარ შეპყრობილი, უნდა იცოდე, რომ კრახი დამთავრდა. შეიძლება 1 წელი, 2 წელი, 10 წელი მოღვაწეო, მაგრამ აუცილებლად კრახი დამთავრდება. ყველა ნორმალური მოძღვარი, გენიოსი ყოველთვის მაშინ ბედავდა რაღაცის სწავლებას, როდესაც თხოვნა იყო მისდამი. ისე კი არა, გამატარეთ, ეხლა მე უნდა გადავარჩინო ხალხიო. ეს არის ავადმყოფობა. მნიშვნელობა არ აქვს ეს სასულიერო პირი იქნება თუ საერო. ამას მნიშვნელობა თუ გთხოვენ და დაჟინებული თხოვნა, მაშინ შეიძლება რაღაცა გააკეთო. მაგრამ შენ თუ არავინ გეკითხება და მოდი ახლა მე უნდა ვიქადაგოვო, ეს არის დაცემის პირველი საფეხური. ეს ძალიან კარგად. რატო? იმიტომ რომ არც ერთი მოძღვარი ეკლესიის ისტორიაში არ ბედავდა, არ ლაპარაკობდა, რომ იოანე სინელი, გენიოსი, გიგანტი ასკეტიკისა, სანამ არ სთხოვეს, არ დაწერა კლემაქსი. იოანე დამასკელი, ეს უდიდესი გენიოსი, სთხოვეს, ეპისკოპოსმა სთხოვა. მანამდე მაპატიერა ტუალეტების წმენდავი იყო ეს კაცი. წინამძღვარმა რო იცოდა მისი გენიალურობა, უთხრა შენ უწერ თურაფერს, დამასკელს ეუბნება. და წავიდა და ესე იგი უწმინდური ადგილები გამწმენდი გახდა. ის მიმას მიხედე წერილობას დაანებე თავიო. ემორჩილებოდა ეს კაცი. გიორგი მთაწმინდელი, ეს უდიდესი ჩვენი მთარგმნელი. ერთხელ რო დაავალა თავის მოძღვარმა გიორგი, თუ არ ვცდები, შეყენებულმა, ესეთი მოძღვარი ყავდა, გიორგი ერქვე იმასაც. რო უთხრა გიორგის წადი შენ ათონზე და შენ თარგმნე ქართულ, ის რო წავიდა, ბერძნებს ეგონათ ეს უჭკუო კაცი. იმიტომ რომ დამლაგებელი იყო ჩვენ. კი არ შეუდგა გამატარე ბიბლიოთეკაში მინდაო. ეს გენიოსი დამლაგებელი იყო წლების განმავლობაში, ვიდრე არ გაიგო ისევ გიორგი დაყუდებულმა და მეორე გზის რო დაავალა და დაჟინებითი დავალე, მაშინ წერია რომ დაარწყულა ქართველი ხალხი და ბერძენიცა. იმდენად დიდი ნიჭიერება გამოიყენა. ესე რისი თქმა გვინდა, როდესაც ხარ წარმომაჩენელი შენი თავისა, რომ აგერ მე გამატარეთ, მაშინ არის უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის დასაწყისი შენი დაცემისა. იმიტომ მოძღვრებმა ესეთი რამე ჩვენ არ გვითხრეს. ჩვენ გვითხრეს, რომ შინაგანი სამყარო მოიწესრიგე ჯერ. შენიდან დაიწყე, თუ საჭირო იქნება, ისედაც გამოავლენ ამ ნიჭიერებას. მაგრამ შენ უცდილობ ამის გაკეთებას. იმიტომ თუ ეცდები, როგორც ლუციფერი, დიდი იყო, მაგრამ ყველაზე დაბლა დაეცა. ასე რომ, რისი თქვა გვინდა, ეს არის სულიერი მდგომარეობა იოანე დამასკელისა, ნორმალური სულიერი მდგომარეობა. სთხოვეს
და აკეთებს. რატო? მორჩილებაში რო იყოს და არა თავის გამოჩენაში. ეს თვითონ პატარა თხზულება, წინა სიტყვაობა, არაფერი დიდი სათქმელია. იმდენად ჩანს მისი სულიერი დამოკიდებულება საკითხისადმი, რომ შენს იმშვალები ადამიანი და ბევრის მთქმელია შენთვისაც. ეს მისი სულიერება. ეხლა ინტელექტუალობა, მისი გენიალურობა, როგორც მოგახსენეთ, ჯერ სულიერება წარმოაჩინა და მერე უკვე რომ მისცეს ასპარეზი მას, რას აკეთებს კაცი წარმოვიდგინეთ ეხლა. ესე იგი იმ წინა სიტყვაობაში ამბობს. რადგანაც მე უნდა დავწერო მაინც ეს ტრილოგია, ეს 3 წიგნი, მაშინ მე დავიწყებ პირველ წიგნს იმ რჩეულ ელინთა ფილოსოფოსთაგან, რომლებმაც კარგად თქვეს. ესე იგი, იმას კი არ ამბობს, რომ წარმართი ფილოსოფია ცუდია, არაეკლესიურია, ეშმაკისეულია. არა, თუმცა არ არის ეკლესიური, რა თქმა უნდა. ამას არ ამბობს, ამბობს, რომ რაც ღირსეულია, იმას მოგახსენებს პირველ ნაშრომში. და როგორც გითხარით, პირველ შრომას დიალექტიკას ეწოდება საფილოსოფოსნო თავნი. ეს არის ისეთი ნაშრომი, სადაც არისტოტელეს და შემდგომი ფილოსოფოსების კატეგორიები ფილოსოფიური არის გადმოტანილი ღვთისმეტყველურ ენაზე. ეს უხთულესი ამბავია. ფილოსოფიაში თუ ვერ ერკვევა კაცი, ვერაფერს ვერ გაიგებს იქ. ესე იგი, რისი თქმა მინდა ამით, რომ რამხელა მდგომარეობა იყო გონებრივი მისი, რომ ეს ამ კაცმა თითქმის ზეპირად იცოდა, არავლენდა ოღონდ. არ მინდა ამბობდა, თუ მორჩილება, მაშინ მაგრამ ეს ყველაფერი ჩამოაყალიბა და როცა აი აქციდენციის შესახებ, გრძნობების შესახებ, რა არის ჰიპოსტასი, რა არის უსია, რა არის არსება, რა არის ბუნება და მთელი ამბები, რაც ჰქონდათ, წარმართებს. ღირსეული ყველაფერი ამოიღო და ამბობს ესეთ რამეს, რომ მე მსგავსი ვარ ფუტკრისა, რომელიც ყვავილებიდან მხოლოდ ღირსეულს იღებს. და ძველ ქართულში ეფრემისეულ თარგმანში ესია. რაითა ცხოვრება იმ მტერთაგან დავიმკვიდროთ. ესე იგი, ცხოვრება იმ მტერთაგან დავიმკვიდროთ რას ნიშნავს? ეს გარეშე ფილოსოფია არის მტრული გარემო, რა თქმა უნდა. და ჩვენ ცხოვრება, ანუ ცხონება მტერთაგან რომ დავიმკვიდროთ, ფუტკრებივით უნდა მიყოთ აუცილებლად და მეც ამას ვბაძავ. ამოიღო რა ეს ფუტკრისებრი ნესტარი, ესე იგი ეს ყველაფერი დადებითი რაც იყო, გამოიღო რა ამ დამასკელმა, ჩამოაყალიბა პირველი წიგნი, რომელიც დღესაც არის, შეიძლება ითქვას, სამაგიდო წიგნი, არა მრევლისთვის, არც აკადემიაში არ გადიან, მაგრამ სამაგიდო წიგნი, ვინც ღრმად წვდება ამ საკითხებს, ეს აუცილებლად უნდა იცოდეს. შემდგომ ამბობს დამასკელი, აი ამის შემდგომ, რაც ღირსეულია, წარმოვადგენ ეშმაკისეულ მდგომარეობას, ანუ იმ მდგომარეობას, რაც არის ერესების წარმოშობა. და 100 ერესია ჩამოწერილი და მათი მამხილებელი სიტყვებით საქმე დართული. და ბოლოს ამბობს, აი ბოლოს არის გვირგვინი იმ ორისა, რასაც მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა ეწოდება 100 თავად დაყოფილი, რომელიც ჩემი გამოგონილი კი არ არის, არამედ იწყება წინასწარმეტყველთაგან, გრძელდება მახარებლებით და გვირგვინი ედგმება წმინდა მამათა შრომებით. ესე იგი, ყველაფერი, რაც გადმოცემულია იმ მესამე წიგნში, რომელსაც ზოგადი ესეთი დასახელება აქვს, გარდამოცემაი, აქ ყველაფერი არის არა დამასკელისეული, გამოგონილი, მე როგორც მინდა, ისე კი არ დაწერა, არამედ რამხელა ბაგაჟი უნდა ქონოდა კაცს. ედიშერ ჭელიძემ, რომელიც მე მოგახსენეთ, თარგმნა მეთქი ეს მესამე გზისი, თანამედროვე ქართული თარგმნა, გამოითვალა, რამდენი წმინდანი ყავს გამოყენებული დამასკელს.
და თავის პუბლიკაციაში აქვს მითითებული გრიგოლ ღვთისმეტყველი რასამოს ათანასე დიდი და ირინეოს ლიონელი უამრავი ეს პირველი საუკუნე მერვე საუკუნის 8 საუკუნის მამები ზეპირათიცის დამასკელმა და ესეთ რამეს ამობს ედიშერი რომ მინიმუმ 200 დავითვალეო ის 200 წმინდა მოძღვარი მათი თხზულები დიცოდა კარგად დამასკე იქიდან ამოგრე მინიმუმ და დანარჩენს ვეღარ თვლიო ესე იგი იმდენად დიდი იყო მისი ცნობიერება საღვთისმეტყველო რომ ეს ყველაფერი ამოკრიფა და სახელმძღვანელო დაუტოვა თელ ქრისტიანთა თაობებს მერვე საუკუნის ზეგლი ერთადერთი წიგნი რომელიც საღვთისმეტყველო წინამძღვარია ყველა ადამიანისთვის და უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში ამას ეწოდება დამასკელისეული გარდამოცემაი სხვაგვარად მოკლედ ვამბობთ ხოლმე სტუდენტებში დამასკელი ისწავლე თუ არ ისწავლე დამთავრებულია შენი ღვთისმეტყველური განვითარების კუთხე აქ ვერაფერზე ვეღარ ისაუბრებ ადამიანს თუ კი დამასკელი არ აქვს შესწავლილი შეიძლება რაღაცა დაავიწყდეს შეიძლება რაღაცა ვერ გაიგოს ეს სულ სხვა საკითხებია მაგრამ თუ დამასკელი არ იცი ღვთისმეტყველება ესე იგი არ იცი შენ აბსოლუტურად და არცა გაქვს უფლება ილაპარაკოს საღვთისმეტყველო საკითხებზე აქედან იწყება ანი და ჰოე მთელი ღვთისმეტყველების რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ დამასკელი თუ იცი ყველაფერი იცი ეს არ ნიშნავს მაგრამ საფუძველი თუ არ იცი შენობას ვერ ააშენებ თუ მყარი საფუძველი არ არის და ეს საფუძველი გახლავთ იოანე დამასკელის მართლმადიდებლური სარწმუნოების გარდამოცემა 4 გზის თარგმნილი ქართულად 3 როგორც მოგახსენეთ ძველი ქართული 6 მესეული ოღონდ თავისებურად გაკეთებული კალკირებული თარგმანები ეფრემისეული და არსენისეული და თანამედროვე ქართულით არის 21 საუკუნეში ედიშერისეული თარგმანი. აი ესეთი მდგომარეობაა იოანე დამასკელთან დაკავშირებით. ეს არის უმცირესი ინფორმაცია, რაც შეიძლებოდა მე თქვა ამ კაცთან დაკავშირებით, უდიდესი და ურთულესი კაცი. გენიოსი, მაგრამ უდიდესი თავდაბლობით შემოსილი და დამორჩილებული ქრისტეს სახელს და ქრისტეს კურთხევას. აი ამას გვასწავლის დამასკელი. არა წარმოჩენა საკუთარი თავისა, არამედ მშვიდად ყოფნა და იმ შემთხვევაში მხოლოდ თქმა რაღაცის თუ გეკითხებიან შენ. ჩვენ როგორ ავართ ხოლმე? თანამშრომელია ჩემი, მეზობელია ჩემი. მოდი უნდა უკადაგო, ვის უნდა უკადაგო, რა უნდა უკადაგო, ვის ჭირდება შენი კადა. შენ თავს მიხედე ჯერ. შენი ქადაგება ადამიანის შენი ქადაგება იქნება შენი წესიერი ცხოვრება და პატიოსანი აი ეს არის შენი ქადაგება. გაორბივართ იქ სადღაც ვიღაც იაღოველებს უნდა მე მქონდა ბავშვობაში ეს პრეტენზია სტუდენტობაში რომ დავდიოდი ხოლმე ამ იაღოველთა შესაკრებელში და აბა უნდა მოვაქციო. მე მივხვდი რომ რაღაც ვერ იყავი დაალაგებული სუმთლა ჭკუი და ცოტა კიდე კაი ღმერთმა მომიყვანა ჭკუაზე. თორემ მინდოდა პრეტენზია მქონდა რომ არიქა ეს ვინ უნდა მოაქციო. შენი თავისთვის ვერ მიგიხედავს ნორმალურად. ასე რომ ჩვენი ქადაგება დამასკელიდან გამომდინარე იქნება პირველ რიგში დაფიქრებულობა საკუთარ თავზე, რასაც არ გთხოვენ იქ არ ჩარევა. მაგრამ შენი შინაგანი ტაძრის აშენებულობა, წესიერებით, ზნეობით, პატიოსნებითა და დიდი სულიერებით და საღვთისმეტყველო განვითარებით. აი ეს არის შენი შინაგანი ტაძარი, რომელსაც მიხედვა ჭირდება და არა ვიღაცისადმი ქადაგება თითქოს დიდი გონებისა და სულიერების იყო. დაგლოცოთ ღმერთმა და წმინდა ბარბარე დიდმოწამე და დამასკელი ეს უდიდესი მოძღვარი იყვნენ ჩვენი მფარველი და შემწეები ყველაფერში. დაგლოცოთ ღმერთმა.